აჭარაში კიდევ ერთ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ. ბექა გოგიტიძემ თურქეთს საქართველოს საზღვარი 2 დღის წინ გადმოკვეთა, თუმცა ახლობლებს იგი ამ დრომდე არ უნახავთ. სამძებრო სამუშაოებში ოჯახის წევრებთან ერთად პოლიცია ჩაერთო. 20 წლის ახალგაზრდა იმავე სოფლის მკვიდრია, საიდანაც გასული წლის 8 აგვისტოს 17 წლის დარეჯან დიასამიძე გაუჩინარდა. დეტალები თინათინ ჭკუასელის რეპორტაჟში. ახალშენის თემის სოფელ სამებაში ოჯახის წევრები 20 წლის ბექა გოგიტიძეს ეძებენ. ახალგაზრდა თურქეთში ქალაქ ქემალ-ფაშაში კვების ერთ-ერთ ობიექტზე მიმტანად მუშაობდა. ბექა გოგიტიძე თურქეთში 12 ივნისს გადავიდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ 16 ივნისს 17 საათსა და 50 წუთზე საზღვარი გადმოკვეთა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ სატელეფონო საუბარი ჰქონდა მეგობარ გოგონასთან, რომლისგანაც შეთავაზებულ შეხვედრაზე უარი მიიღო. მოხდა მისი გასაუბრება ტელეფონის საშუალებით შეყვარებულთან, მე ასე ვფიქრობ. იმის შემდეგ მოხდა ტელეფონების გათიშვა საერთოდ. ჩემი დაც მუშაობს იქვე საზღვარგარეთში, ანუ ერთად მუშაობდნენ თურქეთში. ჩემი და როდესაც დაბრუნდა უკან სამსახურში, იქვე თავიანთ უფროსმა უთხრა, რომ ბექა სად არის და როგორ სად არის, მე დავტოვე აქაო და აქ უნდა იყოსო და არ არისო რისმენა უკვე ამეო არ გამოსულო სამსახურშიო და გაარკვიეთო სად არისო და გადმოვიდა და მე ჩემ ადამ შემატყობინა ეს ამბავი, რომ ბავშვი არ იყო იქ. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა ფსიქიკურად გაწონასწორებული და უკომპლექტო პიროვნება იყო, თუმცა შესაძლოა გაუჩინარების დღეს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საკმაოდ გაწონასწორებული ბიჭი იყო. ძალიან ალალი, შრომის მოყვარე, არ აყავდა მტრები, კონფლიქტი არავისთან არ ქონია, პირიქით ყველა დადებითად აფასებდა და ძალიან მოსიყვარული ბიჭი იყო, შეყვარებული იყო თუ მეგობარი. ქონდა საუბარი, ამის შემდეგ გათიშა ტელეფონი, ნასვამ მდგომარეობაში იყო და ჩვენც რაღაცნაირად საფუძველი გვაქვს, რომ რაღაც ნერვიულობის ნიადაგზე რამე ხო არ დაუშავა საკუთარ თავს. აღსანიშნავია, რომ ბექა გოგიტიძე რამდენიმე თვის წინ დაკარგული დარეჯან დიასამიძის მეზობელია. მეზობლები ორი ახალგაზრდის დაკარგვას ერთმანეთს არ უკავშირებენ. დარეჯან დიასამიძის მამა აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ახალი სამძებრო ჯგუფის გამოყოფის დაპირება მიიღო. სამ რიცხვში ბატონ არჩილ ხაბაძე შევხვდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და იმან ამიხსნა ყველაფერი, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერს ვიზრუნებ თბილისიდან ჩამოვიყვანთ სპეციალურ გამომძიებლებს და საქმეს ახალად გადავამოწმებთ. დილით ოთარი მითხრა და კინაღამ გავგვიჟდი სიტუაცია. მესამე დღეა ასე არისო და არაფერის მიზეზი არა საერთოდ. არ ჩემი შვილის და არც ბატონ მთავრის შვილის. არაფერი მიზეზი არ არსებობს. რამე კავშირის სხვა არ გულისხმობს? არანარი კავშირი არ ყოფილა. ბექა გოგიტიძის ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ახალშენის პოლიციის განყოფილებას მიმართეს.